დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გადაცემის სტუმართან ერთად ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი მახარაძე გვეწვია სტუდიაში და გულცეთ მეუფე. ხმით რომ დავუცოთ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. მადლობა ჩვენც გილოცავთ. ძალიან მნიშვნელოვან და პრობლემატურ თემაზე ვიწყებთ დღეს ჩვენ საუბარს, ეს არის ცრუ ფასეულობები. გიორგი მისალმების დროს აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ამ ფასეულობების გადაფასება, ერთგვარად პრობლემა დგას საზოგადოებაში. რამდენად ხშირად შევდივართ ხოლმე მეუფე პირველ რიგში ზოგადად დავიწყოთ საუბარი, რამდენად ხშირად შევდივართ ჩვენ შეცდომაში და რამდენად ხდება ხოლმე აღრევა ფასეულობების, რამდენად ვფიქრობთ, რომ იმ ფასეულობებზე, რომელიც ნამდვილად დასაფასებელია და რომელიც ნამდვილად გასატარებელია და არ დასავიწყებელია, რამდენად შეცდომით ვივიწყებთ და რამდენად პრიორიტეტებს, ანუ შეცდომით ვანაწილებთ ღირებულებებთან დაკავშირებით. ხდება აღრევა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, წმინდათა ხსენება არის მოწამეების და მათი ცხოვრება, გალაქტიური ეპისტემიის ცხოვრება არის ზუსტადაც შეიძლება ითქვას პასუხი დასმულ კითხვაზე და დღეს მეტნაკლები სიმძაფრით მიმდინარე მოვლენებზე, როდესაც ხდება დავიწყება ძველის და მიღება ახლის, რომელსაც ზოგადად მივეჩვიოთ უკვე უცხით უწოდებთ ფსევდოკულტურას და ღირებულებებს, რომლებიც არ არის ღირებული. ეს შემთხვევები ხშირია და ალბათ სხვადასხვა მიზანდასახულობიდან განპირობებული მომდინარე. თუ მაგალითად ავიღებთ ჩვენთვის მართლმადიდებლებისთვის ღირებულებათა თელს ნუსხას, თითოეული მათგანი სათავეს იღებს და ეფუძნება ჩვენი წინაპრების, ჩვენი ტრადიციის, ეკლესიის სწავლების ურყევ საძირკველს. ეს ის საძირკველია, რომელზედაც მთელი სხვა დანარჩენი ზედნაშენი გვაქვს, კულტურა, შემეცნება, მეცნიერება, მწიგნობრობა, ყველაფერი ამაზე არის დაფუძნებული. რა თქმა უნდა, საუკუნეების განმავლობაში განსხვავებული აზრი ან თუ რაღაცის შეცდომით მიღება და არა მარტო ერთი ან ორი ადამიანისაგან, არამედ აი დღევანდელი წმინდანის გრიგოლი ალექსანდრიელის პატრიარქის ცხოვრებაშიც კი ნათლად ჩანს ესეთი ძნებადობის ჟამი, როდესაც მე-19 საუკუნეში ხატმებრძოლების აი ამ დაუნდობელ გაუგონარ სისასტიკეს პატრიარქი შეეწირა, მოწამეობრივად აღესრულა. ამდენად ეს ღირებულებათა შეცვლა ფსევდოღირებულებებით, რა თქმა უნდა, ნაკარნახები არის იმ ხილული და უხილავი ძალების მიერ, რომელთათვისაც ჭეშმარიტება არის არასასურველი, თბილად რო ვთქვათ, და რომელთათვისაც ჭეშმარიტება არის მამხილებელი. ხდება ღირებულებების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზით. დავმალოთ ჩვენი, თქვათ, არასწორი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე და შევცვალოთ ისეთით, რომელიც ჩვენთვის იქნება მისაღები და ჩვენ სინდისთან იქნება კომპრომისული. ამდენად ეკლესია თავისი სწავლებით, რადგან მისი თავი არის თავად ქრისტე, არის ურყევი ღირებულებების ერთობლიობა. ამ სიტყვის ყველაზე დიდი ფართო შინაარსითა და მნიშვნელობით. ამდენად ჩვენთვის ღირებულებები მხოლოდ და მხოლოდ სათავეს იღებს, როგორც წმინდა წყაროსაგან, სათავე არის თავად ქრისტე, მისი მცნება და მისი სწავლება, რომელსაც ეკლესია საუკუნეების განმავლობაში მიუხედავად დევნაშევი წროებისა, მიუხედავად მრავალი მოწამეთა, მრავალი სისხლისღვრისა და აი სისხლთა დათხევისა, ეკლესია ყოველთვის მოწმობს ერთ ჭეშმარიტ ღირებულებას. რაიც გვიქადაგა ქრისტემ, რომელსაც არ უღალატებთ და არ შევცვლით არანაირი დევნის და არანაირი შეურაცხყოფის სანაცვლოდ. ხай გამივიძიეთ ამ შეკითხვისკენ, პრინციპში რაც თქვით, ესე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, აი თქვათ იესო ქრისტე გუშინ დღეს და იგი არის უკუნისამდე, ხო? თუმცა აი გარკვეული ძალები ახსენეთ, ეს ხილული თუ უხილავი, ეს არის გარკვეული პროცესები ალბათ თანამედროვე სამყაროში, რაც ალბათ არ არის რთული მისახვედრი საღადმოაზროვნე ადამიანისთვის, რომ გარკვეული პროცესები იმართება სამყაროში და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, მით უმეტეს ქვეყანა, სადაც დომინანტი რელიგია არის სწორედ მართლმადიდებლობა და ნუ თქვენ ბრძანეთ და ჩვენც ვიცით, რომ ისტორიიდან
ამდენი 1000 წლის მანძილზე როგორ ებრძოდნენ მართლმადიდებლობას, თუმცა მართლმადიდებლობა არის ის წიაღი, სადაც უამრავი წმინდანი იშვა და ის თვითონ ამტკიცებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას და ყველაფერი არის პირობითი და დროებითი, მათ შორის ბრძოლაც. მაგრამ ჩვენ საზოგადოებაშიც გაჩნდა საზოგადოების ნაწილში უფრო სწორად გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ნიჰილისტურად, კრიტიკულად და ხშირ შემთხვევაში ქილიკურადაც არიან განწყობილნი დღევანდელი ეკლესიის მიმართ და მათთვის არ რჩება რაღაცა წმინდა, რასაც შეიძლება ისინი არ შეეხონ. აქ შემოდის თავისუფლების ცნება და ჩვენ დავიწყეთ საუბარი ფასეულობათა გადაფასება. თავისუფლების ცნების გაგებაც არის თუ არა ერთგვარი პრობლემა, ცხადია გულისხმობთ რაღაცა ნაწილს საზოგადოებისა, ღმერთმა დაგვიფაროს რომ ყველა ასე აზროვნებდეს, ხო? და რაღაცა გეჩვენებათ თუ არა რომ ეს რაღაცა თავისუფლება მანტია მოსხმული შემოდის რაღაცა ღირებულებები და ხდება საზოგადოების აზროვნების ფორმირება ხელოვნურად. აი ეს რა პროცესებამდე მიგვიყვანს თქვათ და რამდენად საშიშია ის რომ აი გელი ცხვრის ტყავში გამოხვეული ასე მივიღოთ ჩვენ და დავარქვათ ყველაფერს თავისუფლება, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ამას ყველაფერს დღევანდელ თქვათ მოვლენებს ზუსტ პასუხს შეიძლება ითქვას ფორმულირებას უკეთებს მოციქულთა საქმეში მოციქულობისგან ნათქვამი, რომ ყველაფერი შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ იქიდან რა არის ჩვენთვის სასარგებლო ეს უნდა განსაზღვროთ. თუ ამ სულიერი სარგებლიანობის კუთხით ვიფიქრებთ იმ თქვათ თანამედროვე ტენდენციებზე, მოთხოვნებზე, გარკვეული საზოგადოების გარკვეული ნაწილის თქვათ ეგრეთ წოდებულ თავისუფლებაზე და თავისუფლად მოქცევის შესაძლებლობაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან თუ უბრალოდ დღეს უკვე სივრცე იმხელა არის ინტერნეტ სივრცე, რომ იქ ყველას ნებისმიერ ძიძსა თუ პატარა შეუძლია წყალებში თავისი თავისუფლება ხმამაღლა გამოხატოს. მოციქული პირდაპირ ამ ყველაფერი შეუძლია ადამიანს. მაგრამ იქიდან სარგებელი რა იქნება სულისთვის პირველ რიგში. იმიტომ რომ თუ სული გაიხსნა, მაშინ ხორცის გვდომაც აღარ დააყოვნებს. მაგრამ პირიქით არ არის. თუ ხორცი მოკვდება, სულის სიმტკიცე მით უფრო მყარდება. შეიძლება ეს სახარებიდან ფრაზაც კი ავიღოთ, რაოდენგზის ხორცი ჩვენი გაიყვნას, იმდენგზის სული ჩვენი გამყარდეს, ქრისტეს ჭეშმარიტების დაცვას გულისხმობს და ნუ გეშინიათ მათი ვისაც შეუძლიათ მოკლან ხორცი, ხოლო სულის მკვლელობა კი არ შეუძლიათ. ჩვენი ღირებულება ეფუძნება ამ კლდეს. ეს კლდე შეუცვალებელი არის დავლენად დღევანდელი ყველა ტენდენცია, რომელიც ეწინააღმდეგება საღვთო განგებულებას და კანონს, ჩვენთვის მიუღებელია. შეიძლება ეს მიუღებლობა არ გამოვხატოთ რაღაცა აგრესიით და არც მე მგონი ვერც კი გავიხსენებთ, რომ საქართველოს მთელი აი ამ ისტორიის მართლმადიდებლური ჭეშმარიტებების დაცვის, ღირებულებების დაცვის ისტორიის მანძილზე რაიმე ესეთი მსგავსი აგრესია ყოფილიყო გამოხატული. არ ვამბობ ერთეულ შემთხვევებს, მაგრამ სახარებაში და მათი გამმარტებელი წმინდა მამები ეკლესიის მართლაც სვეტნი პირდაპირ ამბობენ, რომ როდესაც დადგება დრო ხორბლის თავთავის ასაღებად, მაშინ მოხდება ყანის გალეწვა და იქ თუ კი რაიმე ღვიძლია შერეული, მაშინ მოხდება მათი განცალკევება. კის დადგომის დრომდე ამ გარჩევის პროცესი თუ სახარებას გავიხსენებთ, ანგელოსებსაც კი არ მისცა იმ იგავში, როცა რა ყვება უფალი. ამენად ჩვენ არ გვაქვს არც სურვილი და არც ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ რაიმე ცდომილება შეიძლება מחვილით თუ შეიძლება ითქვას დავამარცხოთ ან ავგავოთ პირისაგან მიწისა. ჩვენი מחვილი არის სიტყვა ღვთისა და ავჯარი ჩვენი არის რწმენა. ამ იარაღით ჩვენ ვიცავთ თავს და ჩვენ ღირებულებას, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა გვისახსოვრეს, დაგვიტოვეს, გვასწავლეს და როგორც ერთი მყარი დიდი კლდე ლოდი, რომელიც არ შეირყევა, გადმოგცეს მოსაფრთხილებლად, იმიტომ რომ ჩვენ მომავალთაობას უნდა გადავცეთ. ეს ჭიდილი, რა თქმა უნდა, დიდი ხანია დაწყებულია. პირველი მეამბოხე, ვინც მთელს ამ
საღვთო ისტორიაში არის ცნობილი არის სატანა ეშმაკი, რომელიც ზეციდან გამოიდევნა ზუსტად იმ თავისუფალი შეიძლება ესე ითქვას მოჯანყეს სულის გამომჟღავნებით, რომ იგია ყველაფრის თქვათ საფუძველი, საწყისი და ამიტომაც თავმოწონებით დაეცარა აღარ იყო მისთვის ადგილი იმ სასופელოში, სადაც ღვთისმიერი შესაქმნის კანონი და წესრიგი იყო დამყარებული. ამიტომაც თუ კი ვინმე სიტყვა თავისუფლების მოსასხამს ქვემოთ ცდილობს ღვთის საწინააღმდეგო რაიმე ტენდენციის ან თუ სურვილის დაკანონებას, ისევ და ისევ სახარების სიტყვა ამხელს. ვინც რომ იქადაგოს ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო თუ გინდა ანგელოზი იყოს, იგი ეშმაკისაგან არს. ამიტომაც ჩვენთვის ღირებულებები მხოლოდ და მხოლოდ ამ შუქზე სწორდება. ჩვენთვის ტრადიცია მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტებასთან წილნაყარი ტრადიცია არის და ამ ტრადიციაზე დაფუძნებული ჩვენი ყოფა, ცხოვრება. ამდენადაც ჩვენი განათლების თქვათ მიმართულება სისტემაც რა თქმა უნდა თავის თავში გულისხმობს, რომ აი ეს ჩვენთვის ძირძველი და ძვირფასი გადმოცემა საეკლესიო და ჩვენი წინაპრებისაგან სამახსოვროდ დატოვებული, სამემკვიდროდ გადმოცემული წესი, ჩვევა და თაყვანისცემა იმ ტრადიციისა და იმ წმინდანებისა, იმ წესისა არის ძალიან ძვირფასი. ამდენად ჩვენ ახალი თანამედროვე რაღაცა თავისუფალი ღირებულებები ნაკლებად უნდა გვაწუხებდეს მართლმადიდებლებს. თუმცა თავად მართლმადიდებლობა არ არის შეზღუდული. ხშირად ამბობენ, რომ მართლმადიდებლობის ანუ ეკლესიის წესკანონი, დოგმატები არის ჩარჩო. როგორ შეიძლება უწოდოთ ჩარჩო იმ სივრცეს, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. თუ ამ უსასრულო ჩარჩოში გვიწევს ყოფნა და ცხოვრება, მაშინ გამოდის, რომ ისეთი პატარა არსება, როგორც ადამიანი არის, რომელიც თავის თავში მიკრო და მაკრო სამყაროს აერთიანებს, ანუ მას აქვს უნარი გასვდეს მთელს აი ამ უკიდეგანო სივრცეს, მაგრამ დარჩეს ისევ აი ამ თავის მცირე მასშტაბში მოცულობაში, როგორ შეიძლება რომ აი ამ უკიდეგანო ჩარჩოში რომელიმე შეზღუდულად იგრძნოს თავი, თუ არა მას აქვს სურვილი რომ იმ პირველი მოჯანყესავით იყოს მოწინააღმდეგე საღვთო სულისა და უფლის სიტყვისა. ვინც იწყებს წინააღმდეგობას ჭეშმარიტების წინააღმდეგ, ის რა თქმა უნდა აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ ეს დამარცხება იქნება საბოლოო, რომელსაც დღეს თუ ვერ ხედავთ, მოვადრო, როცა ყველანი დავინახავთ. ამიტომ ჩვენთვის ღირებულებათა თუ შეიძლება ითქვას ჯაჭვი არის მყარი, რომლის ანი და ხვე დასაწყისიც და დასასრულიც არის თავად ქრისტე. ამიტომ ამ ღირებულებებს ჩვენ ვერაფრით ვერაბელზე ვერ გავცვლით. დიახ. ძალიან ბევრი რთული პერიოდი ახსოვს მართლმადიდებელ ეკლესიას, თქვენც აღნიშნეთ ეს საუბარში და აი უფრო კონკრეტულად საქართველოს ეკლესიაზე რომ ვისაუბროთ, ხო? ყველა მიცის ალბათ მეტნაკლებად ისტორია თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა მისმა უწმიდესობამ კათოლიკოს პატრიარქმა საქართველოს ეკლესია და თქვენც იმ თაობის მღვდელმთავარი თუ სწორად ვამბობ ბრძანდებით, როცა რამდენიმე ეპარქია არსებობდა საქართველოში და სხვა რომ არაფერი, ხო? ეს თვალნათლივ ჩანს, ამ კუთხით მაინც რამდენი რამე გაკეთდა ქართული ეკლესიის აღორძინებისთვის, ხო? ძალიან რთული პერიოდის შემდეგ მოხდა ამ ყველაფრის აღორძინება, ანუ საით მიყავს ჩემი შეკითხვა. თქვათ, ერთია, როცა ხილულად ებრძვიან, იგივე 70 წლიანი ავადსახსენებელი პერიოდი რომ ავიღოთ, ხო, ესე ხილულად ანგრევდნენ, ანადგურებდნენ, პირდაპირ ხოცავდნენ სასულიერო პირებს, შეურაცხყოფას აყენებდნენ, პარსავდნენ და ასე შემდეგ. ეს იყო ხილული ბრძოლა ეკლესიისა და ყველამ ვიცით ეს, ხო, რა შედეგებით დასრულდა. უამრავი ისტორია არსებობს ამ ადამიანების სიცოცხლის დასასრული როგორი იყო, თქვათ, ვინც ესე ღიად ებრძოდა ეს უღმერთოთა კავშირი მართლმადიდებელ ეკლესიას. დღეს შეიძლება ითქვას თუ არა, რომ სხვაგვარი ომი მიმდინარეობს. მაგრამ არანაკლებ საშიში. არანაკლებ საშიში, ანუ იდეოლოგიური ომი. პირდაპირ არ მოდის არავინ, ხო? ამ ფონზე თითქოს ყველაფერი გადასარევა და აშენდება ამდენი ეკლესია, არავინ არ გიშლის, მაგრამ ჩანს ეს ხილულად. ყველა მორწმუნეა სანთელს ყველა. იდეოლოგიური
ომი მიმდინარეობს მართლმადიდებელი, ანუ სხვა ომში იმყოფება, დღესაც ომშია მართლმადიდებელი ეკლესია და ამაში რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენ ირგვლივაც არიან ჩართული ადამიანები ამ ომში. რა თქმა უნდა. ეს რამდენად საშიში პროცესია ვთქვა. ერთია ვიცით რომ დაუმარცხებელია ის ეკლესია, რომელსაც თავად მაცხოვარი ამბობს და გავიმეორებთ, რომ არათუ ადამიანი და რაღაცა საზოგადოება მთელი სამყარო ჯოჯოხეთის ბჭენიც ვერ მოერევიან მას, მაგრამ ეს ხშირად გვავიწყდება ადამიანებს. და ვერთობით იმ ომში, რომელშიც უკვე დამარცხებულები ვართ. პატრიარქო ძალიან ლაკონურად, ხატოვნად თქვა, დაუსრულებელი ობის, დაპირისპირების, წინააღმდეგობის თაობაზე. ჩვენთვის ქართველთათვის ყველაზე სანუკვარი პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ დიდგორი კი მოვიგეთ, მაგრამ დიდგორის ბრძოლა არ დამთავრებულა და არ დამთავრდება, სანამ ქვეყნიერება იარსებობს. თითეული ჩვენთაგანისთვის დიდგორი არის ის ადგილი, სადაც ღვთის კურთხევით მოგვეცა ვალდებულება და უფლება, რომ ვიდგეთ და ვიმსახუროთ. თითეული ჩვენთაგანისთვის ეს მოწაფე სტუდენტი თუ მუშაკი იქნება ის ადგილი, სადაც მას გარკვეული დროის მონაკვეთში უწევს ყოფნა, შრომა, ფიქრი. ეს არის დიდგორი გადასახდელი, რომელიც უნდა წარმატებით გადაეხადოს და გაიმარჯვოს. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მოვიგებთ სხვა დიდგორს. ანუ ბრძოლა როცა დაიწყო, აი მოჯანყე ანგელოზის დროიდან ეს გაგრძელდება ქვეყნის აღსასრულამდე. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სიძლიერით, სხვადასხვა სისასტიკით შეიძლება ითქვას. აი დღეს ვახსენეთ პატრიარქ გრიგოლი ალექსანდრიელი, რომელიც ხატმებრძოლებმა მოწამეობრივად აი ესეთი სისასტიკით აწამეს და მან მიიღო მოწამეობრივი გვირგვინი. გავიხსენოთ თუნდაც აი ეს უმძიმესი პერიოდი, როდესაც მონასტრებს იმპერატორებისავე ხელისუფლებისავე ნებადართულობით მონასტრებს ანადგურებდნენ, მონაზვნებს ხოცავდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ხატების თაყვანისცემაზე ეთქვა თუ არის. გავიხსენოთ ახლო წარსული, როდესაც დიდი საბჭოეთის, ასე ვთქვათ, ძლიერი ქვეყნის ხელისუფალი გამოდიოდა ხრუშოვი და ამბობდა, რომ ბოლო მღვდელს გამოვიყვანდა ტელევიზიით ყველას ვაჩვენებ. ეს ბრძოლა აკითხვით მეტნაკლები სისასტიკით ყველა დროს ჰქონდა. თან დევი პროცესი იყო და რატო? იმიტომ რომ რაც უფრო დიდი არის წინააღმდეგობა ხილული ქრისტიანთა სულები ამ წინააღმდეგობის ძნელბედობის ხილული მატერიალური ძნელბედობის ჟამს უფრო მტკიცდება და უფრო მყარდება. რა თქმა უნდა არის დანაკლისიც, ესე პირობითად ვთქვა. არის თქვა გაუსაძლისი ბრძოლა, მაგრამ ეკლესიას აქვს საოცარი ღვთის მორჩილებისა გამო საოცარი გრძნობა, რომ გაიაზროს და გაითვალისწინოს ამ პერიოდის ადამიანების სისუსტეები. ეკლესიას ახსოვს პერიოდი, როდესაც შიშის გამო, დევნის, ტანჯვა-წამების შიშის გამო ბევრმა ადამიანმა მართლმადიდებლობა დასტოვა. როდესაც დადგა საკითხი მათი ხელმეორედ ეკლესიის წიაღში მიღებისა და მათი ზიარების ნებადართულობისა, იყო ასთა სხვადასხვაობა. ერთნი ამბობდნენ, რომ ვინც დასტოვა, მათი მიღება აღარ შეიძლება, მეორენი ამბობდნენ რაღაცა სინანულის ან თუ რაღაცა კანონის შესრულების შემდეგ, ხოლო ერთნი კიდევ პირდაპირ ამბობდნენ, ადამიანებმა, რომელთაც შიშის გამო უარყვეს ქრისტემ, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანურად ვერ მოერეოდნენ, ვერ დაითმენდნენ ამდენ ტკივილს, მათ ეკლესიის წიაღში დაბრუნების უფლება მისცეს და ზიარების უფლებაც მისცეს. ეკლესია არ არის სასტიკი. ეკლესია და აღმასრულებელი, ესე გამოიტანა განაჩენი და შემდეგ ეკლესია არის დედისეული წიაღი, რომელშიც ჩვენ ვიბადებით, ვიზდებით და გარდავიცვლებით. და ამდენად ჩვენი ზოგადად ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია არის ყველა ამ ადამიანური ტკივილისა გამზიარებელი. დღეს ბევრს ყვედრიან ეკლესიას, 1000 მიზეზს სასახელებენ, მაგრამ ერთი მთავარი არის, რომ ჩვენ ეკლესიის შვილები დედის წიაღს ვერ გავეშორებით, განვეშორებით და მხოლოდ ამ წიაღში შეიძლება ჩვენ გადარჩეთ ჩვენი ღირებულებებით, ჩვენი წარსულით, აწყვთით და მომავლით.
ძალიან დიდი მადლობა, ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი, თუმცა გულწრფელად გეტყვით, მიჭირს რომ უნდა დაგემშვიდობოთ, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, მაგრამ ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილ დრო, მაყურებელს შევახსენებთ, ცრუ ფასეულობების შესახებ საუბრობდა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი მახარაძე.